ბათუმის პორტს შეერთებული შტატების მე-6 საზღვაო ფლოტის კრეისერი ველა გალფი ესტუმრა. პორტში გემის კაპიტანს რობერტ კატსა და ამერიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკოს რიჩარდ ბრეიტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ. გემის შემოსვლის აღსანიშნავად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორკესტრმა ამერიკისა და საქართველოს ჰიმნები, ხოლო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კი ფოლკლორული საცეკვაო ნომრები შეასრულეს. საზეიმო დახვედრის ბოლოს ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა სტუმრებსა და მასპინძლებს თიხის ფიალებით ღვინო დააგემოვნებინეს. არის დიდი გამოხატულება იმისა, თანადგომისა, გვერდჩიტგომისა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და მე ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში, ამ პერიოდში ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის. They're very excited. First time on our deployment. პირველად საქართველოში და ძალიან მოხარული ვარ. გემზე 370 მეზღვაური და ჩვენმა გემმა ამერიკა მარტში დატოვა. დღეს ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი და გემის ეკიპაჟთან ერთად ვაპირებთ ბათუმის დათვალიერებას. ვიზიტი საქართველოს მეგობარი ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის ხომალდების რიგით მე-7-ია და მის მიზანს წარმოადგენდა შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოპერაციის ფარგლებში. ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას გააღრმაოს ურთიერთობა ნატო-ელ მოკავშირეებსა და საქართველოს პარტნიორებთან. ხელი შეუწყოს მშვიდობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. კერძოდ ნატო სტანდარტების მიხედვით სიგნალების გადაცემის წვრთნები და ერთობლივი მანევრები ზღვაზე. ხომალდის კაპიტანს და ეკიპაჟის წევრებს მოგვიანებით გიორგი ერმაკოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი შეხვდნენ. საუბრისას ბათუმის მერმა სტუმრებს ბათუმის განვითარების ისტორია გააცნო და სამომავლო ტურიზმის განვითარებაზე გააკეთა აქცენტი. მეგობრული ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ჩვენ შევხვდით სტუმრებს, ვესაუბრეთ იმ პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებში ისინი აქ იმყოფებიან. ჩემი მოვალეობა იყო ძირითადად, რომ გამეცნო მათთვის ჩვენი ქალაქის განვითარების ისტორია, თუ რას ვაკეთებთ, საით მივდივართ, ამიტომ მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო იმ ქვეყნის ის ნაწილი და ის ქალაქი, სადაც ისინი იმყოფებიან, ამიტომ აღნიშნო, რომ პირველად იმყოფებიან საქართველოში და ბათუმში მათ შორის და მათთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდება ურთიერთ გამოცდილების გაზიარება ქართველ მეზღვაურებსა და ამერიკელებს შორის. ამერიკის არაკეტო კრეისერზე ამერიკის ელჩის და ხომალდის კაპიტნის რობერტ კიტსის მოწვევით იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვადასხვა წევრები. პრემიერის განცხადებით ვიზიტი არის ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენთვის, საქართველოსთვის, პირად ჩემთვის და მთავრობისთვის და ჩვენი ხალხისთვის ეს არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკის მთავრობის ნათელი მხარდაჭერა და სწორედ დღევანდელი დღე არის ამის კიდევ ერთი დემონსტრირება. და მე მინდა გამოვხატო მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მისამართით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კაპიტანს, გემის კაპიტანს, ასევე ბატონ ელჩს, რომელმაც ჩვენ მოგვიწვიეს დღევანდელ საღამოზე. და მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მეგობრობას, იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკისგან. ამერიკა არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ამერიკისგან წლების განმავლობაში ძალიან მძიმე დროს მივიღეთ არაერთი დახმარება, ჩვენ ეს დახმარება გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ რეგიონში არის დაძაბულობის დრო, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები ცდილობენ, რომ მოახდინონ ვითარების დეესკალაცია განმუხტვა და აღდგეს თავისუფალი კეთილდღეობაზე და ეკონომიკურ წარმატებაზე მიმართული კომერციული საქმიანობა. საზღვაო ფლოტის ვიზიტის მეორე დღის საქართველოსა და ამერიკის სპეცდანიშნულების საზღვაო რაზმებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს და სხვადასხვა ტიპის რჩევები გაუზიარეს ერთმანეთს. ჩვენ დღეს ჩავატარეთ წვრთნები საქართველოს საზღვაო თანამშრომლებთან ერთად, ასევე სპეცდანიშნულების რაზმებთან. ეს იყო ძირითადად აბორდაჟი, დაკავება, ჩხრეკა და განიარაღება. ჩვენ სხვადასხვა ტიპის ინსტრუქციები და რჩევები გაუზიარეთ ერთმანეთს. სამფრიანი ვიზიტის შემდგომ ამერიკის არაკეტო კრეისერმა 20 აგვისტოს დატოვა ბათუმის პორტი. 4-5 ტონიანი და 1-3 ტონიანი სახანძრო მანქანა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ხუდლოსა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგებლებს რეგიონისთვის გადასცა. მანქანებისათვის ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარი იყო გამოყოფილი და თითო მანქანა 200,000 ლარი დაჯდა. მანქანები 5 ტონამდე წყლის მარაგს იტევს და ასევე გააჩნიათ 150 ლიტრიანი
კამაზის ტიპის თან ერთი სახეობის გვინდოდა რომ ყოფილიყო ასე ვთქვათ მაღალმთიანეთისთვის მორგებული ერთი იცით 3 ტონიანია, დანარჩენი 5 ტონიანი და თავისი მთლიანად ეკიპირებით და ვფიქრობ რომ ეს დასაწყისია და ჩვენ სამომავლოდ მოახდენთ განახლებას. ვიცით რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში 27 ხანძარი მოხდა სტატისტიკა დაახლოებით და ეს უნდა შემცირდეს, უნდა მოხდეს გადარჩენა, მაღალმთიანებში უფრო ხის სახლებია და ძალიან გვიჭირს. ჩვენ დავპირდით ეს მოსახლეობას, ითხოვდა განსაკუთრებით ხულოს რაიონი და ეს ძველი მანქანა, რომელიც იყო, ალბათ ვფიქრობ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს და ხორჯომში გადაეტანს ერთ მანქანას, რომელიც ხორჯომის ხეობას მთლიანად მოემსახურება, სიშორიდან გამომდინარე და ეს ახალი მანქანა დამატებით დანარჩენ თემებს მეტია ეს ახალი მანქანა. ჩვენ მოგვეხმარება იმაში, რომ უფრო სწრაფად ორგანიზებულად მივიდეს სახანძრო შესაბამისად ნებისმიერი რელიეფის ტერიტორიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა განახილოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სახანძრო სამსახურის, უნდა მოხდეს შესაბამისად თანამშრომლების ხელფასის დანამატი, შესაბამისად ფიზიკური მომზადების საკითხებსაც უნდა შევეხოთ და მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს ნაბიჯები ეტაპობრივად გადაედინება ხოლოს საკითხებზე. ეს ავტოტექნიკა აღჭურვილია ყველა იმ საშუალებით, რაც საჭიროება ხანძრის დროულთრობას. ანუ მანქანები არის 2014 წელს გამოშვებული 5 ტონა ტევადობის, გააჩნია კაპწარმომქმნელი სითხე, აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ხრობის საშუალებებით. მუნიციპალიტეტებს დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ძველი სახანძრო მანქანები ემსახურებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზარჩილ ხაბაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსგავს პროექტებს აუცილებლად განიხილავენ. ქართულმა მართლმადიდებლურმა სამყარომ 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნა. წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. წმინდა სახარების მიხედვით მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იუნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, სადაც ღვთის ხმა ამბობდა. ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, მაგის ისმინეთ. ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. სრულიად საქართველოს ულოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ღმერთმა დავგვოცოთ და გაგვაცდიეროთ ყველა. მინდა მივულოცოთ დღევანდელი დღე, ფერისცვალების დღესასწაული, მთელ საქართველოს მივულოცოთ სრულიად. ღმერთი იყოს ყველა ჩვენთაგანის ფარველი და უსურვო ყველა შვილობას და ყოველივე საუკეთესოს. ღმერთი იყოს ყველა ჩვენთაგანის ფარველი. ღირსშესანიშნავი დღეა, რა თქმა უნდა, და ბედნიერი ვართ იმითი, რომ შემოვედი და ტაძარში არც თუ ისე ცოტა ხალხი არ დამიხვდა, რომ დასვენების პარალელურად ხალხი ახერხებს, რომ შემოვიდეს ტაძარში და უფალს ერთი სანთელი მაინც დაუნთოს, ამითი გამოხატოს მისი სიხარული დღევანდელი დღესთან მიმართებაში. გილოცავთ სრულიად საქართველოს, ბათუმიდან ფერისცვალებას, უფალმაინებოს, თითოეული ჩვენთაგანის სულებში შემოგზანებული იყოს ფერისცვალების მადლი. ეს არის ყოველი ქრისტიანისათვის უნდა იყოს ფერისცვალება, უნდა დადგეს ცხოვრებაში, რათა მას სულიერად უნდა იცვალოს და წარემატოს სიკეთისაკენ. ღმერთმა დაალოცოს ყველა, ღმერთმა ფერისცვალების მადლით დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ეს დღესასწაული თავისი ტრადიციით არის კიდევ იკურთხება ამ დღეს ყოველი მოწამული ახალი ხილი და ამ დღესასწაულს ახლავს სასწაული კიდევ, როდესაც თაბორის მთაზე მომლოცველები მიემართებიან, შორიდან გამოჩნდება ღრუბელი, უგრილობებს აი ამ მომლოცველებს გზას და შემდგომ საღამოს ტოვებს თაბორის მთას და ეს არის სასწაული, იმიტომ რომ იქ ღრუბლის გამოჩენა ესე სასწაულობრივად ხდება. როგორც იერუსალიმში აღვლენილი სასწაულისა ცესლის გარდამოსვლისა, ასევე იორდანის უკანსვლა და თაბორის მთაზე ღრუბლის გამოჩენა. ეს არის სასწაულები, რომელთაც უფალი თავის ნუგეში გვივლის ჩვენ. ღმერთმა დაალოცოს სიკეთე და დღეწელება მოგცეთ. მრევლმა ფერისცვალების დღესასწაული წირვა-ლოცვით აღნიშნა. ტრადიციის თანახმად ტაძარში ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. პროექტ
პროექტი, რომელიც მწვანე არდადეგების სახლს ატარებს ჭოროხის შესართავთან ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებით დაიწყო. პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება და პირველ აქციას ნუდადოვებ ნარჩენებს საჭირის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი შეუერთდნენ. ართილ ხაბაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ქალაქსა და სანაპირო ზოლში სისუფთავის შენარჩუნება. ეს ტერიტორია იმიტომ ავირჩიეთ და არ ვიმალებით, ასე ვთქვა და ვამბობთ, რომ ყველაზე ესეთი მოულელი დარჩა ეს ჭოროხის შესართავი, იცით ასევე გამაგრებით სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ აქ ოდნავ სამსახურებს ხელი დააკლეს სამსახურებმა, ჩვენ მოვედით იქ, სადაც ყველაზე მეტად იყო დაბინძურებული და ბავშვებთან ერთად, ახალგაზრდებთან ერთად გავაკეთეთ ეს აქცია. მიზანი არის ამ აქციის ის, რომ ზოგადად მოსახლეობას და ამსვენებელს ჩვენს ბათუმელებს მოუწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეეცადონ დაეცვან პლაჟი სიბინძურისგან. ეს აქცია მიზნად ისახავს ჩვენი ქალაქის დასუფთავებას, პლაჟის დასუფთავებას და ჩვენ ამას პერმანენტულად ვაკეთებდით, მაგრამ დღეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს პერმანენტული, ასევე უნდა გადაეცეს მოსახლეობას, მიიღონ ეს იმის ნიშნად, რომ მთავრობა ჩართულია და თითოეული მათგანის არის ბათუმელის და ჩამოსulis ეს ქალაქი, ეს პლაჟი და ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ. მე ყველანაირად ვეცდები, რომ შესაბამისად ჯერ პირველ რიგში სამსახურები არსებობს, რომელიც ამით უნდა იყოს დაკავებული და ამ სამსახურების გაუმჯობესებაზე უნდა იყოს საუბარი და კეთილმოწყობაზე პირიქით და მერე პლუს ამას საზოგადოებრივი ინტერესის ზრდა უნდა მოხდეს ამ მიმართებაში, რომ საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა უფრო მეტი უნდა იყოს, თქვა საკუთარი ქალაქის დასუფთავებაში და მოულაპატრონებაში. წელს იცით, ძალიან დიდი რაოდენობით ტურისტია და ამან გარკვეული დამატებითი, ესე ვთქვათ, სირთულეების შექმნა და ვცდილობთ ახლა ამ მდგომარეობის გამოსწორებას და პლუს გავითვალისწინოთ ეს სამომავლო და მომავალი ტურისტული სეზონისთვის უფრო აქტიურად მოვემზადოთ და უფრო სუფთა და ხელმისაწვდომი გარემო იყოს ტურისტისათვის სისუფთავის თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი სამინისტროსთვის, რომელიც ემსახურება დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, დაჭერის მთავრობასთან ერთად დავიწყეთ სიმბოლურად თვითონ სანაპიროს დასუფთავება, რადგანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემა არის. ამიტომ მოუწოდებთ ყველას, რომ შემოუერთდეს ჩვენ აქციას და მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ, რომ პირველ რიგში რაც შეეხება ტურისტული სეზონისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სანაპიროზე არ მოხდეს ამ ნარჩენების დატოვება. მწვანე არდადეგები, რომელიც გასტანს 15 ოქტომბრამდე, აქ იქნება ჩვენი ყველა დაცული ტერიტორიების პრეზენტაცია, იმ ყველა ეკო ტურისტული სერვისების და იმ ყველა ინფრასტრუქტურული ნაწილის, რომელიც საცთავაზობს ჩვენი დაცული ტერიტორიები და მოუწოდებთ განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, რადგანაც შესახებ ინფორმაცია და მოუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ ჩვენ და ნახონ ჩვენი დაცული ტერიტორიები, გაატარონ დრო და ყველაზე მთავარი გზავნილი რაც არის, რომ არ დაყარონ ნაგავი და არ დააბინძურონ გარემო. ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა და თბილისიდან ჩამოსულმა მხატვრებმა ბათუმში 12 მეტრის სიგრძის კედელი მოხატეს პროექტის მწვანე არდადეგების აქციის დახატა შენი მწვანე არდადეგების ფარგლებში. აქცია მიზნად ისახავს საქართველოს დაცული ტერიტორიების სათაფლია პრომეთეს, ბორჯომის, ლაგოდეხის, მპირალას, კოლხეთის, ჯავახეთის, ყაზბეგისა და ვაშლოვანის პოპულარიზაციას. იქ არსებული ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების მნიშვნელობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ვიზიტორთა ნაკადის ზრდას. პროექტი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მიმართულებით ტურები მოეწყობა. მომდევნო 3-4 კვირის მანძილზე მოეწყობა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ლაშქრობები, ველოტურები და მოიცავს იმ დაცულ ტერიტორიებს, რომელსაც ყველაზე პერსპექტივა გააჩნიათ ვიზიტორების მოზიდვის კუთხით. მოსემული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი არის ჩვენი ახალგაზრდების წაყვანა ამ დაცულ ტერიტორიებზე, ასევე ველომოყვარულების, ასევე ლაშქრობის მოყვარულების. დაგეგმილი არის ტურები ჟურნალისტებისთვის, რომელმაც უნდა კიდევ უფრო პოპულარიზაცია მოახდინონ ამ ტერიტორიების მასმედიის საშუალებებით. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ რიგში მე მგონი ქართულ ადამიანს უნდა ქონდეს ნანახი ჩვენი მშობლიური ღირსშესანიშნაობები და კურორტები პირველ რიგში და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებში უნდა იმოგზაუროს, ასე რომ აუცილებლად იმოგზაუროთ საქართველოში. ძალიან საინტერესოა, ძალიან ლამაზია და ძალიან სახალისო, კარგია ეს ყველაფერი. ხელაზე უნდა გავიზარდოთ ცხოვრებაში, რომ აღიაროთ ის, რომ ჩვენ ბუნებაზე მაღლა ვერავითარ დავდგებით და ბუნებასთან გვერდში დგომით, შეიძლება გადავრჩეთ და კიდე მომავალი თავობა
გაგრძელოს სულთაერით სულთქო. გარემოს დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანია იყო, მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვანი იქნება მე. ხო, იმიტომ ეს აქ ცხოვრობთ, ეს არის როგორც ერთი ქართული პოეტი იტყოდა და მოუვაროთ უნებას, გავახაროთ მცენარე, ყველაფერი ჩვენია, ზღვა, მთები და მდინარე. და აქვე მინდა აღნიშნო, რომ ყოველად მიუღებელი არის მცენარეების განადგურება. ისეთ მცენარებს, რომელიც თავისთავად იზრდება ბუნებაში და არის ძალიან ლამაზი, არა მარტო ლამაზი. და არა მარტო. ანუ საერთოდ დაბინძურებული გარემო ყველა დაგვეთანხმება ალბათ, რომ დაუგინძურებელს არ ჯობია და ამიტომ მუდავაბინძურებს. დავიცვათ სახლებს ხო ვალაგებთ არა და ესე უნდა დავალაგოთ გარემოც, იმიტომ რომ აქ ცხოვრობთ. პროექტის ფარგლებში ბათუმის ბულვარში დაგეგმილი იყო კონცერტი, რომელიც უამინდობის გამო ჩაიშალა. თუმცა კონცერტის მონაწილეებმა მიმდინარე პროექტების შესახებ მაინც დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება. ახალი ინიციატივა გაჟღერდა ბრიფინგზე, რომელიც ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებისათვის ხელმძღვანელმა თამაზ მჟავანაძემ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს დადგენილება, რომელიც ხელშეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას. მზად არის წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზეც. ბრიფინგზე გაკეთა განცხადება, რომ არ დაიფიქროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირთა ხელფასი, რომელთა შემოსავალი თვეში 1000 ლარს შეადგენს. ვფიქრობთ, რომ დასაქმების მიმართულებით მიღებული დადგენილება ჩვენთვის იქნება დადებითი ტენდენცია, რომ შშმ პირები დასაქმდნენ და ეს იყოს სამართლებრივი მამოძრავებელი დოკუმენტი, სახელმწიფოს კონდეს ვალდებულება გაეროს კონვენციის. ეს 2 წელი ძალიან მალე გავა და ჩვენ გაეროსთან ანგარიში გვექნება წარსადგედი. შშმ პირების საკითხი არ არის მარტო პანდუსი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ დასაქმების მიმართულებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ადაპტირებული გარემო ერთია, მაგრამ დასაქმება და ფინანსური შემოსავალი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ თავაზობთ დადგენილების მიღებას, მოვამზადეთ ოფიციალური წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე უკვე და დღესვე გადაუგზავნით ამ წერილს. ბატონ პრემიერს ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ კი არ დაიბეგრება იმ შშმ პირთა ხელფასი, რომელთა წლიური შემოსავალი 1000 ლარს შეადგენს. უმაღლეს საბჭოში უკვე გაკეთდა მიმართვა და ველოდებით პასუხს. მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრმა ლოგომედი უფასო დიაგნოსტიკური მომსახურება გაუწია მეტყველების დარღვევის მქონე ბათუმელ პაციენტებს. სამედიცინო პედაგოგიური ტიპის ცენტრმა ბათუმში პირველად განახორციელა აქცია, რომელიც მოიცავს მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა კომპლექსურ თერაპიას, როგორც სამედიცინო დეფექტოლოგიურ, ისე პედაგოგიური მეთოდებით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მეტყველების პრობლემებმა იმატა, პათოლოგიებიც გართულდა. ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ჭავჭავაძე ურთიერთთანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს საჭარაში მეტყველების სპეციალისტებთან და შევით მიმართავს მშობლებს. იმ შემთხვევაში თუ რაიმე უჩვეულო შეამჩნევენ ბავშვებს, დროულად მიმართავს სპეციალისტს. მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა უფასო დიაგნოსტიკასა და კონსულტაციებს აწარმოებს. დასაწყისში მიიჩნეოდა, რომ მეტყველების დარღვევა მხოლოდ ბგერათა არასწორი გამოთქმა იყო, როდესაც ბავშვი რომელიმე ბგერას სწორად ვერ ამბობდა. დღეს ეს უკვე ყველაზე ნაკლებ პრობლემად მიიჩნევა. მინდა გითხრათ, იმდენად სერიოზული და რთული პათოლოგიები წამოვიდა მეტყველების დარღვევებში. აქციის მიზანი არის დღეს საყოველთაოდ გახშირებული მეტყველების დარღვევების ფონზე საშიში და საგულისხმო დაავადებების დროული აღმოჩენა და დროული დიაგნოსტიკა. აქცია ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 3 დღეს გაგრძელდა და უფასო მომსახურებით სარგებლობა შეეძლო 40 წლამდე ნებისმიერ მსურველს. 1 სექტემბრიდან ძალაში შედის წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ურეცეპტოდ აღარ გაიცემა გარკვეული მედიკამენტები. იმისათვის, რომ თქვენთვის სასურველი მედიკამენტი შეიძინოთ, უნდა მიმართოთ უბნის ექიმს, რომელიც გამოგიწერთ რეცეპტს. ამ შემთხვევაში ექიმის მომსახურება არ იქნება დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული. იმისათვის, რომ პაციენტს არ დაჭირდეს ექიმთან დამატებითი ვიზიტი მხოლოდ რეცეპტის გამოწერის მიზნით, ერთი ვიზიტის დროს შესაძლებელი იქნება რამდენიმე რეცეპტზე ბლანკის გამოწერა. რეცეპტის გარეშე რო წამლები არ გაიყიდება, ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ხალხს იმის საშუალებაც არ აქვს, რომ ექიმთან მივიდეს კონსულტაციაზე და ის 30 ლარიც გადაიხადოს, ან 20 ლარი. Вызовет лишние проблемы. А если эти меры принимаются, потому что некоторые молодые люди пользуются не по назначению лекарствами, то эти люди все равно найдут выход из положения, они все равно
что-нибудь приобретут каким-либо образом. И плохо это будет только для пожилых людей. К врачу на прием сколько стоит, сами знаете. Значит, без врачей не обойдется. По рецепту это опять дороже людям. Зачем? Чудია ნამდვილად. იმიტომ რომ შეიძლება ალბათ გავხდით თუდად და სანამ ექიმი ვნახე და სანამ რაღაცა გამომიწერა მანამდე შეიძლება გიმოვკვდება. Чудია ძალიან. იმიტომ რომ რაფერი ექიმთან მიხვალებო, ყველა რამდენი წამალი დამჭირდება, რამდენი ექიმთან მივიდე. ამიტომ არის ცუდი. რეცეპტზე გამოწერილი მედიკამენტის რაოდენობის ამოწურვისას კი რეცეპტის ბლანკით არჩება აფთიაქში. რეცეპტზე გამოიწერება მეორე ჯგუფის ის მედიკამენტები, რომელთაც სერიოზული გვერდითი ეფექტებით ხასიათდებიან, რაც მოითხოვს უფრო მკაცრ კონტროლს. ურეცეპტოდ გაიცემა მესამე ჯგუფის მედიკამენტები, რომელთა რაოდენობა 3600-ზე მეტია. ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალის ხილვა საქართველოს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, კარგია, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. დავიცერ გენკოს გადაწყვეტილებას და ჩემი აზრით ეს ხელს შეუწყობს უფრო ახალგაზრდების აქტიურ ცხოვრებას, რომლებიც მოიხმარენ ესე ვთქვათ ჭყალებში ნარკოლოგიური შემცველობის ტაბლეტებს უაზროდ. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გაცხადებით რეცეპტის მედიკამენტების გაცემა აუცილებელია ორი ძირითადი რისკის: მედიკამენტების არადანიშნულებისამე მოხმარებისა და მათი თვითნებურად გამოყენების გამო, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. აფთიაქებს მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში გარკვეული სანქციები დაიკისრებათ. აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება მედიკამენტების ფასის ზრდას არ გამოიწვევს. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა ბათუმში ტრადიციული რეწვის ოსტატებთან. შეხვედრაზე განიხილეს დარგის პრობლემები და ისაუბრეს საგრანტო კონკურსზე. მიუხედავად საქართველოში არსებული მდიდარი ტრადიციებისა, დღეისათვის რეწვის პოტენციალი არ არის ათანადოდ გამოყენებული. ტრადიციულ რეწვაში დაახლოებით 1500 ადამიანია ჩართული. ამასთან ცალსახად იკვეთება დარგისადმი ახალგაზრდების ნაკლები ინტერესი, აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი. მცირე გრანტების მიზანი არის, რომ საქართველოს რეგიონებში მოეწყოს მაღაზიები და გაიმართოს სახელოსნოები, რომლებსაც ექნებათ, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ აქტივობას აწარმოებენ და ექნებათ თავიანთი შემოსავალი და შესაბამისად ეს შეუწყობს ხელს ამ დარგის ტრადიციების შენარჩუნებასაც და ამავდროულად იქნება ადგილობრივი მოსახლეობის და ახალგაზრდობის, ჩვენი მიზანია რომ ასევე იყოს ახალგაზრდობის დასაქმების წყაროც. საგრანტო კონკურსი ტრადიციული რეწვის ოსტატებისათვის სასტარტო დახმარების აღმოსაჩენად ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. კონკურსის ფარგლებში ორგანიზაციამ საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები დაბეჭდა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში მუსიკალური ფესტივალის ბათუმური ზაფხულის ბოლო საღამო თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტს დაეთმო. 2 საათის განმავლობაში კონცერტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონატრებულ ჰანგებთან ერთად მოისმინათ ახალი კომპოზიციებიც. შემსრულებელთან ერთად სცენაზე იყვნენ ცნობილი მუსიკოსები: გია მაჭარაშვილი და თემურ მაისაშვილი კლავიში, ბას-გიტარა ლევან დეისაძე და სარტყამი ინსტრუმენტი ზაზა ცენტერაძე. უმცროს თემურ ყვითელაშვილსაც დაეთმო სცენა მამის სოლო კონცერტზე. ცეკვა ქართული შემოდგომის ყვავილებს, ჰერიო ბიჭებო, ჯანაია, ყვავილების ქვეყანა, ბესამე მუჩო და სხვა კომპოზიციების შესრულებით მსმენელი თემურ ყვითელაშვილმა კიდევ ერთხელ გაახარა. კომპოზიტორი, მუსიკოსი, ვირტუოზი გიტარისტი ბათუმს კვლავ დაბრუნების სიმბოლოდ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს დავეწარ თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტს. იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი ხელოვანი, აი გასაოცარი ვირტუოზი და იმედოვნებ რომ ისევ ჩამოვა, გაგვანებიეროს თავისი კონცერტები და მადლობა პირადად მას და ბათუმის მუსიკალურ ცენტრს. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს. თონებული ვარ დღევანდელი საღამოთი, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი რეპერტუარი ჰქონდა და მე მოუწოდე ბათუმელ მაყურებელს, რომ გუდარჩებიან სახლში, არ გამოთოვონ ესეთი დიდი სიამოვნე. არაჩვეულებრივი შემსრულებელია რა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური შემსრულებელია საქართველოში, თუ ვინმე მინახია, არ ამგონი ამაზე უკეთეს მოიგროვდეს. მაყურებელი კარგად გზნობს, არტისტი რამდენად იხარჯება, რამდენად მომზადებულია, რა პასუხისმგებლობით ეკეთება თავის საქმეს და ამას ყველაფერს ავფასებს ჯერონად. ამიტომ რა თქმა უნდა, როგორც კონცერტზე ნახეთ, როგორი რეაქცია იყო დარბაზში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გამოვედით კარგად და დავიხარჯეთ მაყურებლისთვის, რასაც უნდა იყოს. მე ვთვლი, რომ დამყარდა ის კონტაქტი, რაც უნდა იყოს არტისტსა და მაყურებელს შორის. ეს რა თქმა უნდა დიდი შრომის შედეგია და ეს არ მოდის ერთ დღეში, ერთ წელიწადში და 5 წელიწადში დამერწმუნდეთ. მიტომ ვიზახებ სხვანაირად არ შეიძლება კონტაქტს. ამიტომ მე დღევანდელ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მე
ბედნიერი ვიქნები კიდევ თუ ჩამოვალ თქვენს შესანიშნავად ისეც ჩამოდიოდი ყოველთვის დასასვენებლად, მაგრამ კონცერტით სიამოვნებით როცა მომიწვევენ, სიამოვნებით ჩამოვალთ და სიამოვნებით ჩავატარებ კონცერტებს და შევხვდები ჩვენს სმენას. ყინულიანი წყლის გადასხმის აქცია, რომელიც მსოფლიოში ALS Ice Bucket Challenge-ის სახელით არის ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ALS Association-ის დასახმარებლად შეიქმნა. წესების თანახმად მონაწილემ, რომელსაც გამოიწვევენ კამერის წინ ყინულიანი წყალი უნდა გადაისხას და ვიდეო მასალა ინტერნეტში ატვირთოს, ან ორგანიზაციის დასახმარებლად თანხა გადარიცხოს. შემდეგ კი სხვა ადამიანები გამოიწვიოს. აქციამ პოპულარობა მიმდინარე წლის აპრილში მოიპოვა და მაშინ მსოფლიოში ცნობილი მრავალი ადამიანი მონაწილეობს. ყინულიანი წყლის გადასხმის აქციას არა მხოლოდ უცხოელი სხვადასხვა სფეროში ცნობილი გამოჩენილი ადამიანები შეუერთდნენ, არამედ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები და ნაკლებად ცნობილი ადამიანები. და მას რა თქმა უნდა ტელეკომპანია ერაც შეუერთდა. მოგესალმებით, ვებულობ გამოწვევას ჩვენი კოლეგებისაგან და ასევე მინდა გამოვიწვიო ჩემი კოლეგა ტელია 25 საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ქალბატონი მაია მეხვილაძე, ასევე ქალბატონი და ასევე ჩვენი კოლეგა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი შორენა ღლონდი, ასევე მინდა გამოვიწვიო აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ფრიდონ ქარცივაძე და ჩემი მეგობარი და მიმინო ტრანზის ხელმძღვანელი ალდა მესაბლიშვილი. თქვენ გაქვთ 24 საათი პირობის შესასრულებლად. გიყვარდეს ბათუმი და უყვარდე მასაც. რას ნიშნავს ბათუმელობა თითოეული ბათუმელისათვის? ამ ერთ კითხვაზე გაცემული სხვადასხვა პასუხი. საინფორმაციო გამოშვების ყოველკვირეულ რუბრიკაში ბათუმელი. რას ნიშნავს ბათუმელობა? იყო ბათუმელი. მარტივი არაა თქვა ამ ცნების განსაზღვრა იქიდან გამომდინარე, რომ თავად ბათუმის ისტორია წარსული გაფიქრებინებს ყოველივე აი მიმართებით რა შეიძლება, აი რას ნიშნავს იყო ბათუმელი. ბათუმი უძველესი დროიდანვე იქცეოდა თავის ყურადღებას, როგორც აი გეოპოლიტიკური თავისი მდებარეობიდან, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არაერთი უცხოელი მოგზაური მკვლევარი, როგორც ქართველი მოგზაური მკვლევარები და სწორედაც მისი მდებარეობიდან გამომდინარე, იგი იყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსათვის, არა ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ეს ქალაქი გახდა როგორც თავისი კულტურის, განათლების, მეცნიერების, ტრადიციების, უდიდესი ტრადიციების მატარებელი ქალაქი. რას ნიშნავს იყო აი როგორი შეიძლება იყო ბათუმელი და რას ნიშნავს შეიძლება იყო ბათუმელი? სწორედ აი ამ ტრადიციებიდან გამომდინარე უნდა ვიგულისხმოთ და ფიქრობდეთ ჩვენ ბათუმლობა ეს არ არის მარტივი ცნება და მარტივი სტატუსი. ასეთი პიროვნება შეიძლება ცხოვრობდე თქვა ბათუმში, მაგრამ ვერ იქცე ბათუმელად. აი მისი ყოფისა და კულტურის, მისი ტრადიციების შემადგენელ ნაწილად ვერ ჩამოყალიბდე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ სპეციფიკის, იმ თავისებურების გამოხატვა და დაჭერა, რასაც თქვა ბათუმობა და ბათუმელობა ნიშნავს. ამ ბოლო პერიოდში კარგად გამოიკვეთა ისეთი მიმართულება, როგორიც არის თქვა ქალაქის მიერ დაწესებული აღდგენილი აი ეს საერთაშორისო ფესტივალი, რასაც ბათუმ ქალაქობა ქვია. სწორედაც აი ასეთი ფესტივალის შემადგენელ ნაწილად იქცა ამ ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ ფაქტურად ტრადიციულად დამკვიდრებული ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, როგორც არის ბათუმი წარსული და თანამედროვეობა. უკვე წელს ბათუმ ქალაქობასთან ერთად ტარდება მე-6 აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც აერთიანებს არა მარტო თავად ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებებს, მეცნიერებს, რომლებიც ბათუმზე მუშაობენ. და უკვე მე-6 ხდება სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სპეციფიკით, აი იმ სამეცნიერო სტატიების და ნაშრომების თავმოყრა, რომელიც თქვა ეხება ბათუმის სხვადასხვა მიმართულებას. სწორედაც აი ასეთი მიმართულებები უფრო მეტად დაგვანახებს და წარმოაჩენს აი იმ შინაარსს, იმ თავისებურებას, თუ როგორი შეიძლება იყოს ბათუმლობა, ანუ რას ნიშნავდეს ბათუმლობა და როგორი შეიძლება იყო ბათუმელი. ეს არის ტრადიციის, ღირსების, სინდისის, ადამიანურობის, ქალაქის სინდისი და კოლორიტი უნდა იყოს
ბათუმელი და ბათუმლობა. შესაძლებელი შეიძლება ითქვას ძალიან ბევრია, მაგრამ არც არაფერი. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ის რაც შეიძლება თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ ბათუმელს საზოგადოების უმთავრესი წუხილია, გახლავთ ეს დაუგეგმავი ურბანული განვითარება და ამავდროულად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. თქვენ იცით რომ თუმცა შეიძლება ამაზე ფიქრობენ, ზრუნავენ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში რაღაც შესაძლოა გადაწყვეტილებებიც იქნას მიღებული. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ იცით არსებობს ძველი და ახალი ბათუმი, არსებობს დასახლებების რაღაც განმასხვავებელი ნიშანთვისება, არსებობს აუთვისებელი ბათუმი, დაჭაობებული ბათუმი. აი, იცით რომ აი გამალებული თითქმის ყველა დასახლებაში, ყველა უბანში გამალებით მიმდინარეობს აი ბინათმშენებლობები და შესაძლოა რომ აი საზოგადოების წუხილი მაღალ აი ამ პატარა ბათუმში მაღალ სართულიანი აი ბინათმშენებლობები როგორც ვიცი საზოგადოებისათვის მიუღებელია. მიუღებელია აგრეთვე თითოეული ჩვენთაგანისათვის ის რომ აი ამ ბინათმშენებლობებში იმდენად სტრატეგიულია, იმდენად ზვირადღირებულია და როგორც ჩანს იმდენად მნიშვნელოვანი არის თითო გოჯი მიწა საბაზრო ეკონომიკის თვალსაზრისით, რომ აი ბინათმშენებლობები და ამხანაგობის მესაკუთრეები აი აგებენ ისეთ საცხოვრებელ სახლებს, რომელსაც ეზოც არ აქვს, მანქანების გასაჩერებელი ავტოსადგომი არ აქვს და ეს იწვევს არა მარტო ჩვენი, არამედ თითოეული ჩვენთაგანის წუხლს და სწორედაც მე ვფიქრობ, რომ აი ამ მიმართებით ალბათ საფიქრალია და ძალიან ბევრი რამ შესაძლებელია. ბათუმს თავისთავად უსურვებდი იმას, რომ აი ამ გლობალიზაციის პერიოდში აი ამ 21 საუკუნის გარიჟრაჟზე 21 საუკუნე უკვე სხვა მოთხოვნებს უყენებს საზოგადოებას და თავად ქალაქს და თითოეულ ჩვენთაგანს და აი აქედან გამომდინარე ბათუმს და თითოეულ ჩვენთაგანს ბათუმელს უსურვებდი იმას, რომ არ დაგვეკარგო საკუთარი მწამსი, არ დაგვეკარგო საკუთარი მე, საკუთარი ისტორია, წარსული, ტრადიცია და სწორედაც აი ამ ტრადიციების შენარჩუნებისა და გამგზავრებლები ყოფილიყავით თითოეული ჩვენთაგან.